მოგესალმებით მეგობრებო, აქ დღეს გადავიღებთ ახალ ციკლს ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს თამაშობთ მოკლედ ჩელსით და ვითამაშეთ არსენალი ავიღე. კიდევ კაი უკან გამოსვლა შემიძლია მეგობრებო და ჩელსის დავაჭერე ხა. გვიანი არ იყო უკან გამოსვლა, თორე ვიქნებოდი ლონდონის არსენალი, რომელიც არ მინდოდა რომ ყოფილიყავი. დღეს უკან ახალი ციკლი დავიწყეთ. ეს არის ჩემპიონთა ლიგა. ტურნირს ვითამაშებთ FC Mobile-ში და მოვიხილოთ ეს კვირეული როგორი იყო. ელოდეთ ვიდეოს ოპენინგის არ ვიცი იქნება თუ არა 50-50-ზე და მოკლედ გადავწყვიტე რომ დავდო ვიდეო ეხლა ესეთ რაღაცაზე. თან მოდი ჩემი იმეებს ვიტყვი. განვიხილოთ დღევანდელი ამ კვირეულის თამაშები მორჩა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალები. რეალი ბაიერნი ყველაზე კარგი თამაში გამოდგა 4-3. პირველ თამაში 1-2 მოიგო ბაიერნმა და მეორე თამაში 4-3. ძალიან საინტერესო თამაშები იყო. პირველ თამაშში აჯობა მაინც, მაგრამ არც მეორე ჩამოუვარდებოდა. მიუხედავად ისე უფრო მეტი გოლი გავიდა, კვარაცხელი ოფსაიდში იყო. კვარაცხელიას კისერზე რატო ქონდა აქ შეჭრილი? ხო, მიუხედავად ისე უფრო მეტი გოლი გავიდა, მაინც პირველ თამაში ვიტყოდი, იმიტომ რომ მეორე თამაში არ იყო ისეთი თამაში, შეცდომების თამაში იყო ჩემი აზრით. ესე ვფიქრობ, ნოიერის შეცდომა, მერე ლუნინის ამდენი შეცდომა, არ ვიცი. გრაშენს შანსი გაქვს, Enzo. ეს არის მისიე ენცო და გაიტანა გოლი მისიე ენცო. და 1-0 თავიდანვე World Class-ში ვთამაშობ, პირდაპირ გაგაფრთხილებთ, კარგი დაწყება გვაქვს. აქ ჟოო პედრო ლაკროკეტა შეიძლება გამოუვიდეს ჟოო პედროს. კაისედო. აქ გავაგრძელოთ შეგვიძლია. ვესლი ფოფანა ვიტინია. კარგი ჩაკინდება, მაგრამ რის ჯეიმსი. შემდეგი თამაში სპორტინგ არსენალი, ბევრი სასაუბრო აქვს, უსახური თამაში, არსენალის ბოლოზე კაი ჰავერცის გოლი და სპორტინგი მეორე თამაში ჩემი აზრით პენალტებს იმსახურებდა და ორ მომენტში იყო პენალტი და დარღვევა, მაგრამ არ დაუდეს და მაინც მე უფრო ბოდოგლიმს ვიტყოდი. კარგი იყო სპორტინგი მეორე თამაში, პირველ თამაში არ მიყურებია. მაინც ვიტყოდი რომ ბოდოგლიმტი იმსახურებდა გასვლას, რომ უფრო კარგი და მხიარულ თამაშს და სენსაციურ თამაშს შემოგთავაზებდა არსენალის წინააღმდეგ. ატლეტიკო ბარსა, აქ არ არის ბევრი სასაუბრო. ბარსელონა ჩემი ცალსახად ატლეტიკოს ბევრი რაც აჯობა. ატლეტიკო არ იყო ის გუნდი, რომელიც ნახევარფინალს იმსახურებდა. ამას მე პირდაპირ ვიტყვი და ატლეტიკოს ფანები არ მიწყენ, არ იმსახურებდა ატლეტიკო ნახევარფინალს. უბრალოდ ბარსამ თუ ვერ ისწავლა ესეთ ეტაპებზე მომენტების გამოყენება, უბრალოდ არ არის ამ გუნდის საშველი არაფერი. დაცვა, კატასტროფა, მაპატიეთ ყველას. ეს კატასტროფა დაცვა. ჩელსის ყავს ვაღიარებ, აი ეგეთი კატასტროფა დაცვა. თქვენზე კატასტროფა ჩვენ ყავს. მართლა ვაღიარებთ. ჩელსის ყველანაირად ვაკრიტიკებთ დღევანდელ სეზონში, იმიტომ რომ ყველაზე ცუდი დაცვა ყავს ალბათ ისტორიაში, რაც ლონდონის შესაი 2022-ში მე-12 ადგილზე ვართ გასულები, მაგრამ იმ სეზონშიც კი არ ყონდა ესეთი ცუდი დაცვა, როგორც ეხლა ყავს. იქ სადაც მოსაგები იყო ვიგერით, სადაც წასაგები იყო ვაგებდით. და აქ უბრალოდ ყველაფერს ვაგებთ, ყველა თამაში რაღაც ფრეს, ანუ ვაკაჩინებთ, დაცვა არის ყველაზე ცუდი დაცვა ისტორიაში. მე რასაც ჩელსის ვუყურებ და ზოგადად ისტორიაშიც ალბათ. ახლა რაც შეეხება ამ ყველაფერს, ბარსამ დაიმსახურა, მომენტები ვერ გამოიყენა, მეორე თამაში უბადლო, პირველ თამაშიც ბარსას დომინაცია იყო, მაგრამ ატლეტიკომ თავისი მომენტები გამოიყენა, ბარსამ ვერ გამოიყენა და 2-0 დამარცხდა თან კუბასის უაზრო წითელი, ჩემი აზრით მაინც ის წითელი რომ არა ეკიდა, გოლი არ გავიდოდა. იმ გოლი კი არა, ხო, როცა 1-1-ზე გადიოდა, გოლი არ გავიდოდა. ხულიან ალვარესის ჯარიმაც არ მოყვებოდა ამ ყველაფერს. 1-0-ით 1 მიგყავს და იმედია გოლი არ გაუშვათ. კაისედო
ჩალობა უნდა გასვას ინტერნეტმა გაწერა სამწუხაროდ აქ და ეს უკვე ძალიან ცუდი აქ გოლის გარეშე ყარისი არ გამოვიდი ალბათობით ჩაწოდება რის ჯეიმსი აქ პირველ second legs და first leg და second legs ვთებ ანუ ყოველ დღე დაიდება ერთ-ერთი ვიდეო დღეს დაიდება ორი ნაწილი და ყოველ დღე ორი ნაწილი სანამ რომელი ეტაპზეც ვიქნები და first leg და მეორე second leg ჟოუ პედრო სტენფორდ ბრიჯზე 0-2 მივდივართ აი ესე ნეტუ გავიდა და შემოვიდა გარნაჩო თუ არ ვწდები არა 16 უნდა გარნაჩოა 16 ვა საინტერესოა კარგია ყველაფერი კარგად მიდის უბრალოდ ხავარია მოვიგოთ ეს თამაში არც გატყვეთ რომ world class-ზე ვარ ახლა განახებთ უკაცრავად ლივერპული PSG-ში ბევრი მსახიობელი არ არის პირველი თამაში PSG-ში მეორე თამაში ლივერპულის უბრალოდ ლივერპულმაც მომენტები ვერ გამოიყენა მეორე თამაში თორე იყო კამბეკის შანსი კვარაცხელია და აქ ძალიან მაგარი ციგებს რობერტ სანჩესი გავიდა PSG პირველი თამაში ნუ უბადლო ძალიან მაგარი თამაში იყო PSG-შგან მეორე თამაში ძალიან ცუდი და ამან გარის არ იმსახურებდა ლივერპულს ამ ფრე უნდა ითამაშა ჩემი აზრით ან 1-0 მინიმალური სხვაობიდან ის მოვიგო თუ ლივერპულს გავარდნე ეწერა ან დაიკაჩა საერთოდ იმიტომ რომ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს აი იმ მომენტზე ვწყდება ჯერ ვან დაიკის ნუ ძალიან კარგი მომენტი იქონა თუ კრავენბერგს გომოას 2-0 მოვიქეთ ახლა არც დავასტოპებ და განახებთ რომ თამაშობთ world class აი აგერ ხედავთ აი ამ ადგილას თითქოს კარგად შეხედებთ ლინია ფოტოს აი ამ ადგილს მარცხენა ქვედა სუსუ ქვედა კუთხეში ტაქტიკალში საჩუქარში წერტილი და world class არის მოდი ახლა უკვე ნახოთ გალათასარაიმ 3-2 მოუგო ლივერპულს საინტერესოა სიტიმ 3-1 მოუგო რეალს ესეც საინტერესოა ატალანტას მოუგო ბაიერნმა ეს ატალანტა არის 4-0 ბარსელონამ გაანადგურა უბრალოდ ნიუკასლი ატლეტიკოს ტოტენჰემს 3-2 მოუგო ბუდოკლიმის სპორტინგს 4-2 მოუგო და 1-1 დასრულდა არსენალისა და ლევერკუზენის დაპირისპირება ზუსტად ის ანგარიში არის რაც სიამდვილეში მოჩა მხოლოდ ეს თამაში დაჯდა არსენალი ლევერკუზენის შორის 1-1 მოჩა როგორც გახსოვთ პირველი თამაში კაი ჰავერცმა ბოლო წუთზე გაუტანა ლევერკუზენს გოლი და იქაც გაძვრა არსენალს წელს უფრო არ გამოდის ესე სუსტუნებთან თამაში ვიდრე ძლიერად გონდებოდა ახლა დავიწყოთ შეგვიძლია მეორე second leg-ი ამ ვიდეოს მოურჩები და ნახვამდის და